მე ვარ გიორგი მელიქიძე, მხატვარი. დავიბადე თბილისში, 85-ში დაამთავრე აკადემია. შემდეგ მომიწია წასვლა თურქეთში. იქ მე ვასწავლიდი პორტრეტის ხელოვნებას. რამოდენიმე წელი დავყავით, ოჯახთან ერთადაც ვიყავით. შემდეგ ჩამოვედით, წავედით მოსკოვში, იქ გამოფენა იყო. გამოფენის შემდეგ ჩვენ წარმატებულობა ჰქონდა დიდი და დავრჩით ეს დაახლოებით 16-17 წელი გასტანა ამ მდგომარეობამ. ომი რომ დაიწყო საქართველოსთან, მე ოჯახი გამოვშვი და ერთ წელიწადში მე ჩამოვედი. შემდეგ კიდე ცნობადობაში დამირეკეს ის ამბავი, რომ ჩამობძანდით, მე ჯგუფები მყავდა, ინსტიტუტში ვასწავლიდი. ძალიან უნდოდათ კიდევ რომ ჩავსულიყავ, ჩავედი, მაგრამ რამოდენიმე წელიწადში წამოვედი ისე. პლუს ამას მოხდა ისეთნაირად, რომ აქ ნოლზე დავჯექით ისევ, ეს იმას ნიშნავს, რომ არავითარი ცნობადობა ჩვენში აღარ იყო. ძალიან წლები იყო გასული, მხატვრები ახალგაზრდობა ძალიან ბევრი რაღაცა ხალხი იყო და ჩვენ აღარ გვიცნობდა არავინ. ამიტომ გამოვიდა ისე, რომ ისე ბაღში აი ეს მშრალხიძე დავიწყეთ იქ გამოსვლა. მოხდა ისეთნაირად, რომ მე მთელი რუსეთიდან, პეტერბურგიდან, მოსკოვი რეგიონები ჩამოდიოდა ჯგუფები ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და ჩემს სურათებს ყიდულობდა. იყო გერმანიიდანაც ასეთი რაღაცები, ინგლისი და ყველაფერი. ჩამოდიოდა რამოდენიმე ადამიანი, ყიდულობდა სურათებს და მიქონდათ. ჰოლანდია მხატვართა ასოციაციამ წაიღო რამოდენიმე სურათი, მერე გამოფენა გააკეთეს და ძალიან დიდი რო იტყვიან წარმატება იყო. მოხდა ისე, რომ თურქებმა აღმოგვაჩინეს, მიგვიწვიეს და დღემდის ჩვენ ძალიან კარგად თანამშრომლობთ. ყველა შემთხვევაში მე ძალიან მადლიერი ვარ ამ ხალხის, იმიტომ რომ ძალიან დიდი შემართება აქვს, რომ ხელოვნებამ როლი ითამაშოს თურქულ სახელმწიფოებრიობაში. ჰქონდა გამოფენა პარიზში, თქვენ წარმოიდგინეთ, მე ხანდახან ჩემმა შვილმა მითხრა ესეთი რაღაცა, რომ მამა, ჩვენ გვინდოდა პარიზს გავეოცებინეთ, მაგრამ შენ გააოცე პარიზიო. სხვათა შორის 2500-ზე მეტი გალერეა იყო, რომლებმაც ბრავოს ძახილი და შამპანიურები და მთელი ამბავი ძალიან სხვათა შორის მეგონა, რომ ეს რაღაცა ჩემ მეუღლე მეუბნება ხოლმე ხშირად, რომ არაფრინდე, თორემ იქიდან ვარდნა ძალიან რთული იქნება, ხო? არაფერი არ მოგელანდოს, მოგებლანდოს, ხშირად არის ხოლმე ესეთი რაღაც. ხო, მაქვს შემოთავაზებები, ამერიკის ასოციაცია მხატვრებიდან, შტატებიდან იყო და კანადიდან. ძალიან ბევრი შემოთავაზებები არის, მაგრამ მე დრო არ მაქვს, ფაქტიურად არ მაქვს, სურათები რაც კი იხატება, ყოველთვის რეალიზაცია ხდება. უმრავლესობა მოდის და აქედანვე მეაქვს სახელოსნოდან, ხო. აი ეს რაც შეეხება ჩემ მოკლე ბიოგრაფიულ მდგომარეობას. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ძალიან მიყვარს ჩვენი ხალხი, მხატვრობა და რა ვიცი, უსურვებ ყველას დიდ წარმატებას. თურქეთში ძალიან წარმატებულია ჩემთვის და დღეს საქართველოში ძალიან ბევრმა გაგვიცნო უკვე. არის ჩემი ნამუშევარი, ერთ რესპუბლიკური ახალგაზრდული ცენტრია, მუზეუმი, ქალბატონი ელზა მერაბაშვილის დაქვემდებარებით და იქაც არის ჩემი ერთი ნამუშევარი. მომავალში კიდე არის რაღაც ლაპარაკები და შეიძლება სხვა მუზეუმებშიც რაღაცნაირად მოხდეს ჩემი ნამუშევრები. ამისათვის არის შრომა და კიდევ შრომა საჭირო. ბატონო გიორგი, რამოდენიმე თუ არის შესაძლებლობა თქვა ცნობილ ადამიანს თუ აქვს შეძენილი თქვენი ნამუშევარი, თუ შეიძლება დავასახელოთ? იცით რა, რუსეთში ძალიან ბევრს აქვს. ხო, სახელმწიფოებარი აქვს? ხო, არა, ლუშკოვიდან დაწყებული და ძალიან ბევრი ესეთი რაღაცეები და იქ საელჩოებიდან, იქ ჩემო ბატონო საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან ბევრს აქვს. თბილისში როგორც ასეთ საქართველოში არის, მე მეუბნევია, რომ მაღალ რეგისტრში რაცა წარმომადგენლობაში არის სურათები, მაგრამ მე ფაქტიურად არ მეუბნევიან. შეიძლება ისეთი ხალხიც ყიდულობს, რომლებიც საერთოდ რიგითებია და შესამჩნევი არ არის ემათ მხრიდან არის დასაქმებული. პლუს ამას თურქეთში ძალიან შესანიშნავად არის ძალიან ბევრი აუქციონის მდგომარეობაში
ხალხი, რომელიც სურათებს აგროვებს, ხალხი, რომელსაც ძალიან უყვარს ხელოვნება და ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს. ხო, აი მე მეტი რა შემიძლია თქვა, ალბათ გამორჩეულობა იმაშიც არ მდგომარეობს, რომ ვის რა აქვს. გამორჩეულობა ის, რომ ვის რამდენად და როგორ უყვარს და რას აფასებს თვითონ ხელოვნებას. ამიტომ არიან, აი მაგალითად გივი გომელაური შესანიშნავი პიროვნება აქვს ჩემი სურათი. ხო, ეს მე მიმაჩნია ერთ-ერთ საუკეთესო ადამიანად და საერთოდ ხარისხობის მხრივ არაჩვეულებრივი ადამიანი და კიდევ რამოდენიმეს. ხო, არის მაკო ჩემი ეს არის ქალბატონი თამუნა და გვარებს და რაღაცებს არ ვიტყვი, მაგრამ ძალიან რო ეტყვიან ჩემ ნამუშევრებს აფასებენ. ხო, თვითონ ამ მხატვრებშიც ასე თუ ისე ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია და ძალიან ცნობადობაშია და ძალიან მიყვარს ეს ხალხი. ახალგაზრდობას რა შეუძლია და როგორ უნდა ჯერ ერთი ძალიან დიდი შრომა, მეორეც ეგერთი დამახსოვრების უნარიანობა უნდა იყოს ძალიან დიდი, რასაც მეუბნეოდა მე ერთ-ერთი დიდი პიროვნება იყო ადოლფ ნიკოლაევიჩ ავჩინიკოვი, აკადემიკოსი, რამოდენიმე დიდი მუზეუმის ექსპერტი იყო ხატწერისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებში, წამყვანი სპეციალისტი, ის ამბობდა, დაიმახსოვრე ის, რაც შეგიძლია რომ დაიმახსოვრო. გაიმეორე ის, რაც უკვე გამეორებულია, მაგრამ შენი დაამატე. პლუს ამას, ეცადე შედი მუზეუმში, შედი დიდი ხელოვნების ნამუშევრებთან დადექი და აღმოაჩინე რა საღებავებით არის გაკეთებული. და გაუფრთხილდი იმას, რაც შენ ბუნებამ მოგცა. ფანქარში ხარ ძლიერი, ფერში ხარ ძლიერი და განავრცე. ყველას უსურებ წარმატებას. სტილი, ხო, სტილი რა არის, იცით? აი, მაგალითად, ჩემ სტილს ხშირად თვითონ ეძახიან ფენტაზის ეძახიან, ესეთი მიმართულება. წეგან მე და ჩემი მეუღლე რაღაცებს ლაპარაკობდით, ხო და გვინდოდა რომ რაღაცა ბოსხის მხრივ, ბრეიგელის მხრივ, იმას რელიგიის მხრივ აქვს წასვლა, იმას პეიზაჟის მხრივ აქვს წასვლა. არის ესეთი ხუნდერტ ვასერი, რომელმაც მთელი უბანი შექმნა არქიტექტურის მხრივ და ძალიან აფასებენ ვენაში. არის ესეთი მხატვარი 1525 წლიდან არჩიბალდო, რომელსაც გიჟის დონეზე აყვანილი ყავდა სამღვდელოებას რომში, იტალიაში და ყველა რამოდენიმეჯერ უნდა დაწვა იმისი რომ ესეთი საძაგლობას აკეთებს. რას აკეთებდა? ბოსტნეულით, ხილეულით ხატავდა პორტრეტებს. და ბოლოს უთხრეს ეს არის გიჟი და დავანებოთ თავი. ხო, ეს რატო ვიძახე მე ამას რომ აი იმდენად განსხვავებულია, რომ ეს გიჟი ადამიანი დღეს ერთ-ერთი წარმატებული პერსონაა საერთოდ მხატვრობაში. ამიტომ მე ყველას ურჩევდი, რომ თავიანთი ინდივიდუალურობა წარადგინონ ყოველთვის. თავიანთი ხაზი გაავლონ, მაგრამ თავიანთი იყოს. აი ზუსტად მაგ კითხვისკენ მივდიოდით. აი საწყისიდან ახლა ცოტა რთული სათქმელი იქნება, რომ გავიხსენოთ, აი რომ დაიწყეთ აი ხატრობა. თლადასაწყისი არა, უკვე აი რომ ჩამოყალიბებული გქონდათ თქვენი ტექნიკა, თქვენი ხედვა, რა ტრანსფორმაცია განიცადა თქვენმა შემოქმედებამ? აი ტრანსფორმაცია იწყება მე-7 კლასიდან, ჩემი სკოლის პერიოდი. მე აგანიოკი ისეთი ჟურნალი იყო, იბეჭდებოდა იქ დიდი მხატვრების ნამუშევრები და ერთ დროს მე უკვე მიჩვეულები იყო პედაგოგის უფანქარი მეჭირდა და პატარა ფურცლები და რაღაცებს ვიხატავდი და რაღაცებს ხატავდი. ხო და მახსოვს სწორედ რომ ქართული ენის გაკვეთილი ჰქონდა და დანაია, ტიციანის დანაიას იქ რაღაცას იმებში რო იტყვიან როგორ შემეძლო ხატავდი მე-7 კლასის მოსწავლე. ხო, აღმოაჩინეს რომ მე ვარ გახსნილი პიროვნება, შიშველ ქალებს უყურებ. ხო, და პედსაბჭოზე გაიტანეს ეს ამბავი, ამის გამომრიცხეს სკოლიდან. დედაჩემმა იტირა, რომ ესეთი რა გაგზარდე შვილო, რომ ესეთი საერთოდ არ ახარ, არაფრის სხვათა შორის არაფერი ისეთი რომ ვლაპარაკობდი, ვიღაცას ვწითლდებოდი ხომ, იმდენად ის მქონდა შინაგანად, რომ აი ჩაკეტილობა, ხო და როგორ გაბედე, რომ შენ შიშველ ქალებს ხატავ. ამ დროს აგანიოკი, რომელზეც 3 მილიონი თუ 5 მილიონი ეგზემპლარი იყო და დანაია ეს ცნობილი ტიციანის ნამუშევარი, ხო. მე რა თქმა უნდა ახლოს ვერც მივიდოდი იმ ამბავთან, მაგრამ აი ესეთი მდგომარეობა გამოვიარე. დღეს ამ გადამსახეთიდან მე ვიდახე, რომ ბევრი პედაგოგი არ არის. ხო, იმიტომ რომ ის იმ დონეზე არ იყო, რომ ტიციანი ვინ იყო და დანაია ვინ იყო, ხო. ეს დანაია ხო მთელი ფილოსოფიური ამბავია ანტიკური ხანის წარმომავლობიდან და ეს თვითონ პედაგოგიკაშიც ხო
იმას რო ეთქვა რომ იცით რა აი ბავშვებო ნახეთ ეს ხო აი რით არის ეს გახსილი ადამიანი დაინტერესებული აი ესეთი მდგომარეობა ხო აი ხა კონკრეტულად რა მინდა რომ ვთქვა აი ეს პერსონაჟები ეს ადამიანები ეს რომლებიც სადღაც მიდიან მოძრაობაში არიან აი აქამდე რა იყო რითი დაიწყეთ და რატო ეს პირველი ეს კომპოზიცია როდის შექმნით საიდან წამოვიდათ ესე გეტყვით ესე იგი მე რო დიპლომი გავაკეთე ფარდა გაკეთდა პირველად გაკეთდა უხსოვად ეხლა ბევრი იჩემებს რომ მე დავიწყე მე ესეთნაირად სინამდვილეში მე და თემო ქორიძემ ჩემმა სტუდენტობიდან ჯგუფის ერთ-ერთმა მეგობარმა ადამიანმა ერთად დავამთავრეთ აკადემია მან გააკეთა სამეული იტალიური ნეორეალიზმიდან გამომდინარე სურათი ძალიან უყვარდა ფელინი იმან გააკეთა ის ადამიანის პორტრეტი თუ ადამიანის მდგომარეობა რო იტყვიან ინტერიერში ესეთი და მე გავაკეთე ფარდა გავაკეთე სულთლად ესპანური ხელოვნებიდან გამომდინარე ინფანტა მარგარიტა და ესეთი აქედან განევცო რაღაც მარგარიტა ავსტრიისკა იყო უკვე ჩამოყალიბებული რამოდენიმე ესეთი სურათი იყო 7 მეტრა რაღაც იმაზე ეს იმით არა რო იტყვიან სასურათო სიბრტყიდან დადებული აი როგორც თექას აკეთებენ ოღონდ იქ მანქანური წესით კეთდებენ ხო ეს გადაიღო ჩემო ბატონო დაიბეჭდა მე მგონი აქ პირიმზეში კიდე აგანიოკის რაღაცა იყო წარმოადგენლობა და BBC-მ გადაიღო. მაშინ უკვე 85-ში გარბაჩოვისა და რაღაცის პერიოდი იყო. ხო, ამის რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ჩვენთვის ყოველთვის ნიშნავს რომ მოგზაურობა. აკლემი რას ნიშნავს ახლა ჩვენთვის? აკლემი არის რო იტყვიან უდაბნოს ასეთი ხომალდი არა ესე გვასწავლიდან ხოლმე და სხვათა შორის აკლემის ქურდი და ნევსის ქურდი და რაღაცა ესაც ჩვენთან ძალიან სხვათა შორის კარგად ჟღერს ხოლმე ხო და ეს პერსონაჟები სულ მოგზაურობაში ხო აი ეს ბეგემოტებს ვაკეთებ ხო მარტორქა ცოტა აგრესიულია მაგრამ ბეგემოტი არის ძალიან რო იტყვიან ჩემს გაგებაში ძალიან კეთილი იმიტომ ის იცავს თავის ბალახეულობას, თავის შთამომავლობას და მეტი არაფერი არ აინტერესებს საერთოდ მდგომარეობაში. ხო, მარტორქა ცოტა აგრესიულია. სტრაუსი ჩაყოფს თავს და ამოყოფს თავს, რომ არავინ არ დაინახოს. და ამ დროს მოთვინიერებულია ადამიანი დაждდა სტრაუსზე და გარბის და გაბორბის. და ეს პერსონაჟები თითქმის გავს ერთმანეთს ყველა მდგომარეობაში. ძალიან მიყვარს მუსიკა არაჩვეულებრივი რაღაცა ის სხვათა შორის როცა კლასიკაზე მიდგება ხოლმე საქმე, პატარა ბავშვს რო ასმენებენ და მე ასმენებენ მძიმე როკს რაღაცა. იმაზე ტირის მძიმე როკზე ბავშვი და იმაზე იცინის. ხო, ძალიან საგულისხმოა და მუსიკა და გაფრენა. ჩვენ ქართველებს მთელი ცხოვრება გვიყვარდა შერეკილების გაფრენა. ხო და ხანდახან რომ მე რას უფრო მაგრა შერეკილობა მომივა, უფრო მაგრა გავფრინდებით, ხო. რა თქმა უნდა, თუ რეაგირებას გააკეთებთ ისეთ არის ფერშიც გადმოსცენ და რა თქმა უნდა წიგნების გარეშე ჩვენ და განათლების გარეშე არაფერი წინსვლა არ გვიწერია. აი ეს არის ჩემი პერსონაჟები და ძაღლი. ძაღლს შეუძლია სიყვარული. ადამიანთა შედარებით შეიძლება ადამიანსაც ვერ შემთხვევაში შეუძლია, მაგრამ ძაღლს ვერ შეუძლია, ისე არაფერს არ შეუძლია სიყვარული. ჩემი რო იტყვიან სმენად სიძლიერე ეს არის და ხშირად ვაკეთებ კიდე შუშის ბოთლებს რაღაცა იმას და ხშირად თურქები მეუბნებიან ხოლმე ნუცხორი რატო ხატავ ამას მე ვთხარი უწყლოდ და უღვინოდ საერთოდ სიცოცხლე არ არსებობს ხო თან უდაბნოში რომ მიდიან და სადღაც უდაბურობა ეს გაურკვევლობას ნიშნავს მაგრამ მხიარულად მიდიან აი ეს არის მთავარი და მეკითხებიან ხოლმე საიდან მოდის ეს აზრები სიზმარში ხედავთ რომ მე ვთხარი მთავარია დარჩეთ ხშირად და ძლიერად ბავშვობაში ბატონო გიორგი რაღაც რამოდენიმე წლის წინ ამ პერსონაჟებმა თითქოსად დაიწყო მოძრაობა და ისიც შეგრძნება მოხდა რომ რაღაც ეს ერთი დიდი ქარავნის ნაწილი არის ანუ რომ გავყვეთ ალბათ აი ეს ერთი მიმართულებით შეიძლება ერთ სოლოს გავყვია ეს რაღაციდან მოდიან სადღაც მიდიან თითქოს ეს უბრალოდ როგორც ნახველის შტაბეჭდილება რო ვთქვათ სადღაც მივლენ თუ ასე ივლიან ჯერჯერობით გზა არის კიდე დასასხასებელი რო იტყვიან შეკითხვას პირდაპირ პასუხს მე ვერ გავცემ მაგრამ
მე არც მინდა რომ სადღაც დაბოლოებამდე მივიდნენ. ამათ უნდა იარან რა. ანუ სივრცე არის გაშლილი. სივრცე არის. თუ მეტი ხალხი დაემატება და მეტი შემოვა როგორც პერსონაჟი აქ არა, უფრო უკეთესი იქნება. ხშირად მაქვს ხომ ესეთი რაღაც რომ აი თეატრალურ წარმოდგენასავით რომ დავსვათ ეს. თეატრალურ წარმოდგენასავით რომ შევიყვანოთ პერსონაჟები, ხო? ხან ჩემო ბატონო, აი ხარის უკვე ხო გეუბნებით ინფანტას გადმონაშთებიდან არის რამოდენიმე კოსტუმი და რაღაცა ძალიან მიყვარს ეს ესპანური რაღაცეები, ხო? პლუს ამას კლოუნადა, რაც სხვათა შორის მეფელირიდან ის შეშლილი კლოუნი რო ყავს, ის ყველაზე დიდი სიმართლეს იძახის, ხო? და აი რომელი ერთსაც ესეთი გადმოსახედიდან ასეთი ხალხი ყავს, იგი არ ბერდება. არ ბერდება, იმიტომ რომ სიცილიდან კრიტიკამდე დიდი ზღვარი არ არის. აი როგორც სიცოცხლიდან სიკვდილამდე. პერსონაჟების განმეორებას ფაქტიურად ცდილობთ რომ არ გაიმეოროთ, ხო, ნამუშევრებში რაღაცნაირად. ტანისამოსი მაინც გეტყვით, უბრალოდ რომ მეუბნებიან, აი ზუსტად მე მქონდა მცდელობა რომ ერთ-ერთში გამეკეთებინა, ვერ ვაკეთე. აი ეს ჰოლანდიელებმა ორჯერ ჩამოვიდნენ, სამჯერ ჩამოვიდნენ და მითხრეს აი ეს სურათები ვერ ვიმეორებ. არ შემიძლია, მე შემიძლია ახალი გავაკეთო. ზუსტად ისეთი არის მეადვილება, ვიდრე ის ჩაკეტულობა იყოს და რაღაცნაირად ის იმასაკნა, ხო? ყველა ახალ ნამუშევარში, რასაც შეიძლება სტილი არ იცვლება, პერსონაჟები იცვლება. ხო. რო იტყვი ხო, სტილი არის განუმეორებლად ყოველთვის ერთნაირი. აი სტილი რჩება, მოდა იცვლება. აი ესეთი მდგომარეობა. რაც უფრო ღვინო კარგია და ჩამოყალიბებული, ის უფრო შემართებით ისმევა და იმის მარჯვენას ლოცავენ, ვინც მოიყვანა და ვინც მოიტანა. აი ეს არის ყველაფერი და ხელოვნებაში ესეა, ჩემო კარგო. ვინც გააკეთა და ვინც გამოფინა. არ დამავიწყდეს მინდოდა ყოველთვის მეთქვა. ესე იგი იყო ესეთი დედკა იმის დავით კაკაბაძის მეუღლე ეთერი ანდრონიკაშვილი და ის გვეუბნებოდა, ჩემი კურატორი იყო, როცა დიპლომს ვაკეთებდი და ძალიან არაჩვეულებრივი ადამიანი. მეუბნებოდა. მე არაფერი არ მისწავლებ, მაგრამ სურათის ჩამოკიდება მაინც გასწავლეთ. რამხელა ძლიერი პიროვნება იყო. მიმართულებაც, აი პერსონაჟების მიმართულება, ზოგადად მარცხნივ და მარჯვნივ, თითქოს აღმოსავლეთისკენ მიდის ზოგი დასავლეთისკენ. ნუ ეს ალბათ რომელი რაკურსით ამას კი, სადღაც ბრუნვადი პროცესია ეს, ხო, ბრუნვადი პროცესია და შეიძლება არის სამკუთხედები, შეიძლება არის წრე ძალიან ნაკლებად ხო, სამკუთხედი, ოთხკუთხედი იქიდან ეწყობა ხოლმე საერთოდ კომპოზიცია. მე მაქვს უფრო ბრუნვადობა. წრე სადღაც იკვრება, მაგრამ ახალი იწყება. სპირალის მდგომარეობა. ხელს ვაწერს ყოველთვის აი აქ მარცხენა მხარეს. აი აქ ვაწერ ხოლმე. ჯერ ეს ახალი ნამუშევარია და ხო, ხელს ვაწერ ყოველთვის მარცხენა მხარეს. ძირითადად ამ ცხოველებს, რამოდენიმე ცხოველს მიაქვთ რაღაც მძიმე, აი ეს ბუხარი, რაღაც ესეთი, რომელზეც შემოსდარი არის თუ რაღაც ესეთი მონუმენტური, ანუ ადვილი წასაღები არ არის, ნუ წონა აქვს თითქოს. კი. თან არც უჭერს ისე ხიარულად მიაქვთ. სიმბოლიზმიც არის და გეტყვით ამაზე. მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ გავიცანი ყაზახეთიდან ჩამოსული ქალბატონი, დედაქალაქი იყო მაშინ მაგათი, ეხლა ხო სხვა არის ასტანა იქ მაშინ სხვა იყო ის. ხო და იმის ზოოპარკის დირექტორი. პატარა გოგო, რომელიც იყო ზოოპარკის დირექტორი, საერთაშორის თბილისის ზოოპარკის დირექტორს კარგად ვიცნობ. ხო და ისეთ რაღაცებს მიყვება ხოლმე, რომ ჩავდივართ იქ, ურთიერთობა არის. რომ როგორ ჩამოიყვანეს მაგალითად ბეგემოტი საფრანგეთიდან აღმოჩნდა დნმ-ის ერთობლივი რაღაცნაირი მდგომარეობა, რომ იქიდან აქეთ რო იტყვიან შეიძლებოდა დაფეხმძიმებულიყო ასეთ ნამატი ქონოდათ, ხო. და ესეთი ძალიან ბევრი რაღაცა, ისეთი იუმორში გადასული ლაპარაკი აქვს ხოლმე სასწაული. არაჩვეულებრივი ადამიანი. დღეს ცხოვრობს ალანიაშია, ხო, იქ. ხო და ჩამოვიდა რომ გამეცნო მე. მართალია მე მოდელებიც ყავდა ჩამოყოლე რაღაცა ის იყო, მაგრამ მე გამიხარდა იმაში რომ პირველი მდგომარეობა ის იყო რომ გამეცნო მე.
და მე ძალიან იმიტომ გეუბნებით რა ეს ბეგემოტებს რაღაცებს რომ მარტო რქებზე ქონდა ლაპარაკი ანაკონდაზე და რაღაცებზეც ქონდა კიდე ხალი რო იწვა და გადახროულები რო იყო და მე რო უთხრეს რომ ესო გზომავთ რომ მომოში გადაკლაპოთ იმას არა გამიგეთ რა ხდება ხო აი სოდნა მიუხედავად იმისა რომ ვიცი ვარ ამ ამბავში მაგრამ ეს ცხოველები ძალიან დაბრიაკებია ცხოველი რა არის თუ იმის მდგომარეობას შეზღუდულობა რაც აქვს და რასაც ტერიტორიულად ამოწმებს თვითონ იმას შეუზღუდავ შეიძლება თავზე დაგესხას კიდე ქვეყნები ესხმიან ერთმანეთს და ესე ცხოველები არა მიუხედავად იმისა რომ ამათ უფრო მეტი შეგნება აქვს ბევრ ქვეყანაზე და ბევრ მდგომარეობას რა თქმა უნდა სივრცეში შეიჭერი უკვე ის თავდასხმას იგერი მოსაგერიებლად მზად არის რომ იმის ტერიტორია აი ესეთი ამბავი ანუ ამ ბოთლებში მარტო წყალიც არასხია. ამ ბოთლებში არასხია, ქართველობაში ასხია ვინო, ხანდახან ვიზახი ხომე ჭაჭა, მე რო ჩავდივარ თურქეთში ხომე, ხშირად ჩამაქვს ჭაჭა. 65 გრადუსიდან იწყება ხომ. მყავს ბევრი ახლობლები, რომელსაც თვითონ გააქვთ და უცხოეთში ყიდიან. 65 გრადუსიდან იწყება მაღლა. და ერთ-ერთი მხატვარი ანკარაში ქორწილი ქონდათ ახლა ჩემ ახლობლებს, იქ მხატვრობიდან წარმომადგენლობას და ამ კაცმა მოითხოვა რაღაცა ჯეკ დენიელსი არ უნდა ეს არ უნდა 32 გრადუსი რაღაცა ვაშკაცური და მიუტანეს ჭაჭა. დალია ერთი ჭიქა, პირველი გამაჟურდებელი ის აქვს, მაგრამ ჭაჭა მაგარია. მერე გაეხსნა ეს მდგომარეობა, მუზა რო დალიო და სამი ჭიქა დალია და დავარდა.